გავაკეთოთ ყველის соуსი. ეს კითხვა ალბათ ერთ ყველაზე შედასმული კითხვაა, რასაც ზოგადად ხალხი მეკითხება. და კი უმეტეს ყველის соуსი და რთულია ტექნოლოგიურად, იმიტომ რომ ფაქიზი სამუშაოა. მაგრამ არა, როცა ვიოლა გაქვს, ხა რესტორანში არ გამოდგება მაინდა-მაინც, იმიტომ რომ ფასწარმოებაში ხა რესტორანში ადებ ფასო და ადებ ძალიან ძვირი გამოგია. მაგრამ სახლისთვის ბევრად უფრო ადეკვატური გამოდის, ვიდრე ნაყიდი ყველის соуსი. ამიტომ მოდით ვიოლათი გავაკეთოთ ყველის соуსი, რომელიც ძალიან მარტივია და აბავირებული ტექნიკა არის. ვანთებ დგას და უმატებთ 15 გრამ ვალიოს კარაქს. წერილგარდას ნაღები, როგორც შიშხინს დაიწყებს, ეგრევე 400 გრამი ნაღები. შეათფეთ, მაგრამ დურგლამდე არ მიიყვანოთ ნაღები. როგორც კი ხელს დაწვავს, შეყვავს ვიოლა და სათქობით ვეხმარებით. შეგიძლიათ ეს გაკეთოთ ძითაც. ნაღებით უფრო სასიამოვნო ტექსტურას მიიღებთ, მაგრამ ძირითადად იგივენაირი გამოდის თითქმის. თავისთავად ესეც უკვე ყველის соуსი არის და შეგიძლიათ ამ მდგომარეობაში პირველ მოასხათ რამეს, მაგრამ მოდი გავამდიდროთ. შეგიძლიათ ჩავამტრიოთ მონტავერი, ჩავამატოთ ჩედარი ფერისთვის და რო ჩავამატებთ ჩედარს გავთიშოთ და განსხვავებით იმ ყველის соуსებისგან, რომელიც იყიდება სწრაფკვებაში, ეს ყველის соуსი სითხელესაც ინარჩუნებს ძალიან კარგად და შემდეგ გაცხელებასაც გაუძლებს. არ აიჭრება. აქვე ედამი. ზოგადად რამე ნარჩენი ყველი თუ გაქვთ. ყველაფერი შეგიძლიათ შიგნით გავუკეთოთ. გამოვა. თავარია რაღაც მომენტში კი აღარად უყოთ. და მე მიცეთ რომ ყველი თავისთავად სიცხეში დადნეს. ეს ყველის соуსი უკვე შესანიშნავად მივიდა თავის მდგომარეობამდე და ამის თავიდან ბოლომდე დამსახურებარი ვიოლასი რომ ეს ტექსტურა მივიღეთ, იმიტომ რომ ვიოლაში სტაბილიზატორი არის, რომელიც თავისთავად ამ ტექსტურას ხდის უფრო და უფრო მდგრადს. ამიტომ მარტივად კარაქი, ფიგბერის ორგანული მარცვლოვანი პური და გარდა იმისა, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ კარტოფილთან და ბურგერში და ასე შემდეგ ეს соуსი. შეგიძლიათ ცოტა ესთეტური საუზმის სენდვიჩი გააკეთოთ ხამონით და ყველის соуსით. თუ გინდათ სკელი იყოს, ოდნავ მეტი ხანი ადუღეთ, თუ გინდათ რომ ხელი იყოს, ზედა ამატეთ. ძალიან მარტივი არის. თავარი ინგრედიენტი არის ვიოლა. თავარია ეს соуსით ხევადი ესე, მით უფრო გაგრძელდება, გასკელდება, მაგრამ შეგეთ მე თავიდან გააცხელოთ და გაათხევოთ. და თუ გინდათ რომ ყვითელი იყოს, ამ ყვითელი ყვავილი დავუმატეთ. ამ კურკუმ. ანდაც უბრალოდ ჩედარი ქენით მარტო, სხვა არაფერი.